მოგზაურობის. სამწუხაროდ მშვიდობიანი საღამოები აღარა გვაქვს, ძალიან დიდი ხანია. ყველამ ვიცით, ვინც ჩვენ ახლა აქ ვართ, მაგრამ არა უშავს, ვიბრძოლებთ, არ შევეგუებით, დავიბრუნებთ მშვიდობიან საღამოებსაც. ამ ქვეყნის თავისუფლებისთვისაც ვიბრძოლებთ, დემოკრატიული განვითარებისთვისაც ვიბრძოლებთ, ძალიან ალბათ არა ვარ დამაჯერებელი პოლიტიკურ განცხადებებში, მაგრამ გვაქვს ისეთი მოცემულობა, როცა ვერავინ ჩვენ საქმეს ვეღარო აკეთებს და პრაქტიკულად ყველა ვართ გადასული ამ ტიპის განცხადებების კეთებაზე. თავისუფლება ანდრო ჭიჭინაძეს და ყველა რეჟიმის მიერ დაპატიმრებულ ადამიანს იმისთვის, რომ იდგნენ აქ ამ პროსპექტზე და იცავდნენ ამ ქვეყნის თავისუფლებას. სულ სხვანაირად წარმოგვედგინა დღევანდელი ცერემონია, მაგრამ გადავწყვიტეთ, რომ არაფერს არ შეიძლებოდა დღეს რაიმე ზეიმზე საუბარი და მოვედით და დავდექით იქ, სადაც დღეს ყველაზე ხმამაღლა ისმის ქართული თეატრის და მისი მაყურებლის ხმა. ამიტომ ვართ აქ და აი ასეთ უჩვეულო რეჟიმში დღეს გამოვავლენთ პრემია თავისუფალი 2024-ის სამ გამარჯვებულს, დავასახელებ საუკეთესო მსახიობს, საუკეთესო სპექტაკლს, საუკეთესო სცენოგრაფიას. როგორც უკვე თქვი, არ ვზეიმობთ, უბრალოდ ვერ ვზეიმობთ, მაგრამ არა უშავს, ვიჯერა რომ ვიზეიმებთ მომდევნო წლებში, მაგრამ ჩვენ გვაქვს ხმაურის უფლება, ვალდებულებაც გვაქვს ხმაურის და რადგან ახლა ჩვენ აქ ვართ, როგორც გვეძახიან თეატრის ხალხი, ჩვენი ხმაური დღეს იყოს ტაში. ხშირად დავკრათ ტაში, ეს ტაში იყოს ჩვენი დაკარგული ხმებისთვის ხმაურიც, ერთმანეთის გამხნევებაც. ეხლა აუცილებლად მინდა რომ წავიკითხო ყველა ჩამოთვალო ყველა ის თეატრი, ყველა ის დამოუკიდებელი კომპანია და მსახიობი, რომელმაც წელს წარადგინა საკუთარი ნამუშევარი თავისუფალზე და გავამხნევოთ ჩვენი მეგობრები და კოლეგები, დავუკრათ მათ ტაში და შემდეგ უკვე გადავხსნით სიყვარული ჩვენს მეგობრებს, რომლებიც ისაუბრებენ იმ სირთულეებზე ძალიან მოკლედ, რომელსაც გადავასწრით, იმიტომ რომ ძალიან ბევრჯერ ამ ხნის განმავლობაში დადგა საკითხი, საერთოდ შევძლებდით თუ არა, რომ ჩაგვეტარებინა პრემია, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ძალიან ბევრი ღირსეული ადამიანი ცხოვრობს ჩვენთან ერთად ამ დროში, აქ და ახლა და მათი დახმარებით ვართ ყველა დღეს აქ შეკრებილები და იმედი მაქვს, რომ ღირსეულ შედეგსაც დავდებთ. ანუ სახელოსნო 42 სამი სპექტაკლით იყო დღეს წარდგენილი დირიჟორი ფეკენჟული 1921-24. თეატრი ახონებდა, ასევე სამი სპექტაკლით ნინო ჩემი აფროდიტე შვეიცარია სიყვარული და ინფორმაცია. თეატრალური კომპანია ჰავადი, პათეტიკური მონოლოგები, საშემსრულებლო ხელოვნების ლაბორატორია, სპექტაკლები ბერსერკები 2, მზიანი ხარა და ბერსერკები შინ. რკინის თეატრი, სპექტაკლით იუკარი პრომენადი. დავით კარბა დამოუკიდებელი პროექტი ბინენის სიმამრის დედოფალი. თეატრალური კომპანია ჰოლი 2 ქორეო დადგმი. აია და ადამიანის ტრაგედია. თეატრალური კომპანია გიენოსი, ასევე 2 სპექტაკლით დედა და დარტყმა. თეატრალური კომპანია ხვლიკი, რომელიც წელს პირველად შემოგვიერთდა და ვარდის სახელით. თეატრი ყველგან ბათუმიდან გასაგები მიზეზების გამო არ არიან ჩვენთან, იმიტომ რომ იქ არიან დემონსტრაციები და კულტურის ცენტრი, სპექტაკლით ნიკო, საქართველოს რეგიონული თეატრების ქსელი, სპექტაკლით ვიქტორ კრატესუკი, თეატრალური კომპანია კატალექსი გჟიკობა ხამე. ეხლა თია კახიანს გადავცემ მიკროფონს და ის გააგრძელებს. მოგესალმებით. პირველად ვსაუბრობ ამ მოწყობილობით და რაღაცა და უცნაურად გვგრძნობთ, ძალიან მიხარია რომ შევიკრიბეთ დღეს. ჩემი მისია არის რომ ძალიან ბევრი მადლობა ვთქვა, იმიტომ რომ ეს ადამიანები იმსახურებენ ამას. საერთოდ რომ მოგიყვეთ რომ როგორი გზა არის ეს, ძალიან შორს წავალ და ამიტომ ამას მოდი დღეს არ გავაკეთებ. უბრალოდ გეტყვით რომ როდესაც ჩვენ კომუნიკაციაში შევდივართ კომპანიებთან, მათ პირველ რიგში ვუმტკიცებთ რომ ეს ინიციატივა და საერთოდ თქვენი საქმიანობა არის ძალიან მნიშვნელოვანი.
და მათგან მიღებული მხარდაჭერა დამერწმუნეთ, რომ არ არის მხოლოდ რიცხვებში გამოხატული. მათი მხარდაჭერა არის აღიარება თქვენი საქმიანობის, თავისუფალი დამოუკიდებელი არტისტების საქმიანობის აღიარებაა და ვფიქრობ, რომ ყველა ვაცნობიერებთ ამას. წელს არ ვიცი, ეს პრემია გადაარჩინა სამოქალაქო საზოგადოების ფონდმა და ქალბატონმა ქეთი ხუციშვილმა, რომელიც ძალიან გვინდოდა. მადლობა, მივესალმოთ. კი, იმსახურებენ ნამდვილად. ჩვენ გვინდოდა, რომ ქეთი ხუციშვილი ყოფილიყო ჩვენთან ერთად, სამწუხაროდ საზღვარგარეთ არის, თუმცა ფონდის წარმომადგენლები ჩვენთან ერთად არიან. ნინო პიკნაველიძეა ჩვენთან ერთად და მას აქვს მისია, რომ ჟიურისთან ერთად გაგიმხილოთ თქვენ საუკეთესო წლის საუკეთესო სპექტაკლის სახელი. ალბათ ყველა ელოდებით, მეც ძალიან ველოდები მაგ მომენტს. ასევე მინდა ვთქვა, რომ მეორე წელია უკვე ხაზარაძეების ოჯახის ფონდი კულტურისთვის საუკეთესო მსახიობს აჯილდოებს პრემია თავისუფალის ჟიურის მიერ გამოვლენილს და ანა ხაზარაძეც ჩვენთან არის და თუ შეიძლება მივესალმოთ მას. დიდი მადლობა. ასევე კომპანია კოკა-კოლა მეორედ არის უკვე პრემია თავისუფალის გვერდით და მე მართლა არასოდეს ცხოვრების განმავლობაში არ დამავიწყდება ბატონ თემურ ჭყონიასთან ჩემი პირდაპირი კომუნიკაცია გასულ წელს, როდესაც მან უპირობოდ გამოხატა მზაობა და მაშინ როცა პირველად ტარდება პრემია ზოგადად რთულია ხოლმე ნდობის მოპოვება. მაგრამ ეს შემთხვევა არ იყო, ეს სასმელი, რომელიც ჩემი ბავშვობიდან რაღაცა თავისუფლების სიმბოლოდ ითვლებოდა, შეუძლებელი იყო, რომ თავისუფალი პრემიის მეგობარი არ ყოფილიყო. ამიტომ ძალიან დიდი მადლობა კომპანია კოკა-კოლას. სამწუხაროდ კოკა-კოლას წარმომადგენელი ჩვენთან ერთად ეხლა არ არის და გთხოვა, რომ ჩვენ გამოვავლინოთ დამფუძნებლებმა საუკეთესო სცენოგრაფიის ნომინაციაში გამარჯვებული. თავი რომ არ შეგაწყინოთ, სულ რამდენიმე წინადადებას ვიტყვი და მოურჩები ჩემს ნაწილს. აუცილებლად უნდა ვთქვა, ალბათ საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი რეპუტაციის მქონე საპარტნიორო კომპანია EY საქართველო, რომელიც ასევე მეორედ არის ჩვენი მხარდამჭერი და მისი მთავარი პარტნიორი, მმართველი პარტნიორი რუსლან ხოროშვილი. ძალიან დიდი მადლობა მას. ასევე დიდი მადლობა მუნიციპალიტეტს, თბილისის მუნიციპალიტეტს, რომელიც წელს ძალიან სიმბოლურად გვეხმარება, თუმცა მისი მხარდაჭერაც, ანუ მუნიციპალიტეტის მხარდაჭერაც მნიშვნელოვანია. აუცილებლად უნდა აღვნიშნო ასევე ჩვენი თანაკურსელი, ძალიან უკვე ცნობილი დიზაინერი, რომელმაც გამოხატა მზაობა, რომ დაეწესებინა სპეციალური ჯილდო, ეს არის ქეთევან საქარელი. ყველა იცნობთ ალბათ საქარელის ბრენდს და ის აწესებს სპეციალურ ჯილდოს პრემია თავისუფალისთვის. ხოლო და ერთსაც დავამატებ, ასევე სარაჯიშვილმა დააწესა მართლა გამორჩეული ჯილდო. ჩვენი გამარჯვებულები მიიღებენ სარაჯიშვილის უნიკალურ სასმელს სახელობითი ბრენდირებით. ამისთვის ძალიან დიდი მადლობა და კიდევ ყველა ადამიანს მინდა მადლობა გადაუხადო, რომელიც რჩევით, რეკომენდაციით, თავიანთი კონტაქტების გაზიარებით ხელს გვიწყობს ამ პროცესში. უღრმესი მადლობა და იმედს გამოთქვამ, რომ მომავალ წელს ეს პროცესი კიდევ უფრო გაძლიერდება. მადლობა. ეხლა ჩვენს მეგობარს პრემიის თანადამფუძნებელს ქათა მუქერიას გადავთქვამს მიკროფონს. მოგესალმებით საღამომშვიდობისა. რა არის ხელოვანის უმთავრესი მისია და მისი მოვალეობა? ეს არის ის, რომ იყოს იგი კეთილსინდისერი მოქალაქე. სიტყვა კეთილსინდისერება რატომაც დავიცეთ ამ ბოლო დროს. არ გესმით ჩემი? ეხლა გესმით? მოკლედ, ბევრს არ ვილაპარაკებ ამაზე, რომ ყველასთან ემოცია. ეს ვიტყვი, რომ ჩვენ გამოვარჩიეთ რამდენიმე ხელოვანი და ასევე რამდენიმე ხელოვანმაც გამოგვარჩიათ ჩვენ როგორც პრემიის ორგანიზატორები, დამფუძნებლები. ამიტომ მე ვიტყვი ერთ რამეს. ჩვენ გვერდით პირველივე წლიდან იყო ერთ-ერთი, ასე ვთქვათ, მართლაც გამორჩეული ხელოვანი, ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენ სფეროში, ეს არის ქეთი ნადიბაიძე, რომელმაც შექმნა პრიზი, რომელიც დღეს ჩვენთან არის.
კეთი ხალხი შეიძლება მოდი ჩვენთანაც და ასევე მინდა დაჯილდოვდეს ჩვენ გსურს დაჯილდოვდეს კეთი საქარელის არაჩვეულებრივი ნამუშევრით კეთი საქარელს თხოვთ აქ კეთი ნადიბაძე და კეთი საქარელი შეიძლება მოგზავნით ჩვენთან კეთი საქარელი თუ შეიძლება კეთი ჩვენთვის ძალიან დიდი პატივია ორ მებრძოლ ადამიანთან ურთიერთობა მართლაც ესენი არიან ის ადამიანები რომლებიც გვერდით გვიდგანან და გვერდით უდგანან ქართულ საზოგადოებას ქართულ თეატრს დიდი მადლობა თქვენ ამისთვის გვანცას გადავცეთ მეგაფონს მეგობრებო ხო მე ვარ 90-იანების წარმომადგენელი ეძახიან ჩვენ თაობას 90-იანელებს ხო კარგად გესმით ხო რასაც ვამბობ ხო და ჩვენ გავიზარდეთ რაღაცნაირი ისეთ დროს გავიზარდეთ სიბნელეში რა პირდაპირ მნიშვნელობით ბნელოდა ამ ქალაქში და გადატანითი მნიშვნელობითაც ბნელოდა პრინციპში და როცა ვიხსენებ ამ პერიოდს ერთ-ერთი რაღაცა ესეთი ნათელი წერტილი ჩვენი ბავშვობის, ჩვენი თინეიჯერობის იყო იმ პერიოდში შექმნილი პირველი დამოუკიდებელი ქართული თეატრი სარდაფი. და აი გავიდა მე ძალიან ბევრი წელი ეს სარდაფი იყო აი როგორი ადგილიც სადაც ჩვენ ვიკრიბებოდით სპექტაკლებს ვესწრებოდით ეწყობოდა ლიტერატურული საღამოები ხუთშაბათობებს ვეძახდით მიყავდა დათო ტურაშვილს გვაცნობდა მე-20 საუკუნის ბოლოს და 21 საუკუნის თანამედროვე ქართული ლიტერატურას აი ნუ შემიძლია ვთქვა რომ პირველად ივნახე ცოცხალი მწერლები აი ეს რაღაცა კლასში შოთა ილია აკაკი ვაჟა და გალაქტიონის სურათების მერე იქ გავიგე რომ არსებობენ წერილები რომლებიც ჩვენ გვერდით ცხოვრობენ და მათ შეგიძლია ეკონტაქტო ემეგობრო ესაუბრო ანუ მართლა ყველაზე ძვირფასი მოგონებაა ჩემი თინეიჯერობის და გუშინ მე და ეკამაზიშვილი ვსაუბრობდით რომ ალბათ რაღაცნაირად გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას რომ სარდაფი იყო იმ პერიოდის თბილისში იდეა რომელმაც ძალიან ბევრი ადამიანი ну რაც გადაარჩინა და პათეტიკურად კი ჭრეს მაგრამ ну ყოველ შემთხვევაში რაღაცა თავშესაფარი იყო ძალიან ბევრი ადამიანისთვის ხო და არ ვიცი ზუსტად რამდენი წელი 20-25 გადის ამ ამბიდან ლევო წულაძე კიდევ ახალ დამოუკიდებელ სივრცეს და ის ახალგაზრდა გამოუცდელ დაახლოებით მეთოდებას სამოცივ რეჟისორებთან მსახიობებთან ერთად გადაწყვეტს რომ მიიღოს მონაწილეობა პრემიას თავისუფალში რაც არის სწორედ ალბათ ჟესტის თანადგომის გამოცხადებაც მხარდაჭერის გამოცხადებაც ყოველ შემთხვევაში ჩვენ პრემია თავისუფალის ორგანიზატორები მისი მხრიდან ამას აი ამ ჟესტს ამ რაღაცა მხარდაჭერის აქტს ვესწავლოთ ყველგან არეშე და ვის თუ არა ბატონ ლევას ვფიქრობ რომ უნდა გადაერთოს ეს ულამაზი კულტურა კეთილი ბაიზის და პრემიის ორგანიზატორის სახელით ბატონ ლევას მოდეს გადავცემ ანუ გიკვინიკაძე ისაუბრებს ჟიურის შესახებ და შემდეგ უკვე გადავალთ ძირითად ნაწილზე, როცა ჟიური დაასახელებს თავად გამარჯვებულს. მოგესალმებით მეგობრებო. დღეს და არა მხოლოდ დღეს, ბოლო 20 დღის განმავლობაში რუსთაველის გამზირზე ქვეყნის და ქალაქის მთავარ გამზირზე შეიძლება ითქვას, რომ იწერება უახლესი ქართული თეატრის ისტორია და სწორედ აქედან გამომდინარე პრემია თავისუფალის გუნდმა გადაწყვიტა სწორედ ამ ადგილას გაემართა წლევანდელი დაჯილდოების ცერემონია და როგორც გვანცამ თქვა, ნამდვილად ეს არის ადგილი, საიდანაც ყველაზე ხმამაღლა ისმის დღეს ქართველი ხალხის
და ქართული თეატრის ხმა. და მე ვფიქრობ, რომ დღევანდელი საღამო იქნება ძალიან მძლავრი მესიჯი და ასევე გახდება მნიშვნელოვანი კულტურული მომენტი. მე მინდა ახლა წარგიდგინოთ პრემია თავისუფალი 2024-ის ჟიურის წევრები, ადამიანები, რომლებმაც განაპირობეს დღევანდელი პრემია თავისუფალისადმი ძალიან მაღალი სანდოობა და ეს გამოიხატა კიდევაც შემოსული განაცხადების რაოდენობაში. ჟიური არის დაკომპლექტებული წელს თავისი საქმის ძალიან მაღალი პროფესიონალებით და ადამიანებით, რომლებიც ნამდვილად სარგებლობენ მაღალი სანდოობით პროფესიულ წრეებში. მე მინდა ტაშით მივესალმოთ მათ. პირველი მათგანი გახლავთ ქალბატონი ნელა ოჩიაური. ქალბატონი ნელა თქვენ ყველა ძალიან კარგად იცნობთ. ქალბატონი ნელა გახლავთ ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, თეატრის და კინოს უნივერსიტეტის პროფესორი, კინოსა და თეატრის მკვლევარი და ქალბატონი ნელას კრიტიკული სიტყვა მე ვფიქრობ, რომ არის ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანი, ძალიან ღირებული ქართული თეატრისთვის და ძალიან დიდი მადლობა მას, რომ ჩვენთან ერთად არის წელს. ჟიურის მეორე წევრი გახლავთ ანასტასია ჩერნეცოვა, რომელიც არის თეატრმცოდნე. მიუხედავად მისი ახალგაზრდა ასაკისა, ანასტასიამ უკვე მოახერხა და უკვე სარგებლობს ძალიან დიდი პატივისცემით ასევე პროფესიულ წრეებში, არის მუდმივად ჩართული თანამედროვე ქართული თეატრის პროცესებში და ძალიან ხშირად წერს გამოხმაურებას თანამედროვე ქართულ თეატრზე და ასევე მადლობა ტასო, რომ ხარ ჩვენთან ერთად. ჟიურის მესამე წევრი კი გახლავთ ასევე ყველასთვის ცნობილი დრამატურგი, მწერალი და მთარგმნელი დავით გაბუნია. და ასევე დათოძეც შემიძლია იდენტურად თქვა, რომ დათო არის თავისი საქმის მართლაც უდიდესი პროფესიონალი და ყოველთვის ძალიან ისეთ თავდადებით უდგება ხოლმე ყველაფერს და მადლობა დათოს, რომ არის წელს ჩვენთან ერთად. მე ახლა მინდა გადავცე უკვე სიტყვა ჟიურის და მივუახლოვდეთ დღევანდელი საღამოს კულმინაციურ მომენტს და ვთხოვ ჟიურის ნომინანტთა შორის უკვე გამოავლინონ პრემია თავისუფალის 2024 წლის გამარჯვებულები. საღამო მშვიდობისა. გვანცამ გითხრათ, რომ ჩვენ დიდი ხანი აღარ გვაქვს მშვიდობიანი საღამოები და მე მინდა ყველას თქვენ და იმ ადამიანებს, რომლებიც საქართველოს მომავლისთვის იბრძვიან, ისურვოთ მშვიდობიანი საღამოები, მშვიდობიანი ღამეები, მშვიდობიანი დღეები და მინდა გითხრათ, რომ ჩვენი ბრძოლა ნამდვილად დამთავრდება და ძალიან მალე გამარჯვებით. კიდევ მინდა მეორე საკითხი შევეხო, რა თქმა უნდა. მინდა მხარდაჭერა გამოუცხადო ანდრო ჭეჭინაძეს, მამუკა ჯორბენაძეს, სტუდენტებს, ახალგაზრდებს, რომლებიც დღეს არიან უსამართლო დაპატიმრებულები, იმ ადამიანებს, რომლებსაც სახლებიდან გამოყავთ და სასტიკად უსწორდებიან. როდესაც მე ჩემს სტუდენტებს, ან ყოფილ სტუდენტებს, ახალგაზრდებს მეუბნებიან, რომ ვეკითხები, როგორ ხართ, მეუბნებიან მხნედ. მეც პასუხობ, რომ მხნედ ვარ. მინდა გისურვოთ სიმხნევე. მინდა გთხოვოთ ერთი რამ, თუ ჩვენ თაობას რაღაცი შეეშინდება, ან დაეზარება, უბრალოდ ვერ შეძლებს ფიზიკურად, მოდით რომელიმე თქვენგანი ჩემთან და მითხრათ, რომ იყავენ მხნედ. და მე გამოყვები, თქვენ გიცოდეთ, რომ აუცილებლად ვიქნები თქვენ გვერდი და ვიქნები ძალიან მხნედ, იმიტომ ჩვენ დღეს ძალიან გვჭირდება მხნეობა. დაახლოებით 2 წლის წინ კინოს საზოგადოებამ, კინოს ხალხმა პირველი პროტესტის დალღა დაიწყო. ბევრი თქვენგანი იყო იმ პროტესტში და შეგახსენებთ ერთი სლოგანივით იყო, ხო, რომ ხელოვნება არის ცოცხალი, თავისუფალი და პოლიტიკური. ხელოვნება ჩვენ მას ყოფნა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ხელოვნება მართლა თავისუფალი, მართლა პოლიტიკური და მართლა ცოცხალია. სხვანაირად შეუძლებელია. დღეს ქართულ თეატრს, ქართულ ხელოვნებას, ქართულ საზოგადოებას ძალიან უჭერს, მაგრამ ჩვენ მაინც ყოველთვის გავიმეორებთ, რომ ვიქნებით მხნედ.
ველოდებოდით რა თქმა უნდა ყველა რომ დღევანდელი დღე უნდა ყოფილიყო სადღესასწაულო ალბათ მქონდა მომზადებული რაღაც ლამაზი ახალი ჩაცმულობა გვინდოდა რომ მართლა დღესასწაული ყოფილიყო მაგრამ სამწუხაროდ დღესასწაული არ შედგა მაგრამ დღესასწაული მაინც არსებობს დღესასწაული ხარ თქვენ თითოეულის ჩვენგანი რომელიც აგზანდებით ის ადამიანები რომლებიც დღეს აქ არ არიან მაგრამ სადღაც გვერდით არიან და რა თქმა უნდა ეს დღესასწაული არსებობს დღესასწაული გრძელდება და ცოტა რომ შევამოყო ჩემი სიტყვა რაღაც ბევრი მინდოდა ამასთან დაკავშირებით მე რადგან ჩემი მოვალეობა არის რომ წარმოგიდგენოთ ნომინაციები ნომინანტები სცენოგრაფიაში ბევრმა თქვენგან იცის ვინ არის ნომინანტი, ბევრია ნომინანტია გზანდებით, ვეღარ ხედავ. კაცი არის სიაგვაკ ნომინანტები, ხო ეს არის ქეთევა ნადიბაიძე, პათეტიკური. არა, ხმამა. ქეთევა ნადიბაიძე, პათეტიკური მონოლოგებისთვის. ხამრი ოხიტიანი, ნინო, ჩემი აფროდიტე, მიხეილ ჩარგვიანი, სიფარული და ინფორმაცია, რატო ბერლიაშვილი. ადამიანის ტრაგედია. დიახ, ადამიანის ტრაგედია და ლევან ყარაცხელია დარტყმა. ესენი არის ნომინანტები. ახლა წესით უნდა გადავსვენ თავარი სიტყვა. ადამიანს, რომელიც გამოავლენს ლავწლევადელ ლაურეატს სცენოგრაფიაში. რა ხდება კოკა-კოლას წარმომადგენელმა მე მთხოვა რომ ეს გამეკეთებინა თუმცა მე ისმის ახლა მე მგონია რომ ჩემს ნაცვლად ეს გააკეთოს ქალბატონმა ლელა ოჩიაურმა ეს უფრო მგონია რომ სწორი იქნება და თუ შეიძლება ქალბატონო ლელა მოგწანი ეხლა ხმამაღლა და ომახიანად გამხნეთ. თავარი ეგ არის. კარგით. ნუ ქალბატონო ლელა ბრელა. იცით ახლა მე რა არ შემეშალოს რამე. დიახ, წლის საუკეთესო ან კარნახობე ხო ხედავ ხნედ. თეატრი ათონელზე სიყვარული და ინფორმაცია მიხეილ ჩარყვიანი. მიშა სადახარ. მიშა მოგესალმებით მეგობრებო. პრაქტიკა რას ნიშნავს პრაქტიკა? ძალიან დიდი მადლობა. ცოტა მერიდება ისეთ სცენოგრაფები არიან წარმოადგენლები ამ ნომინაციაში, რომ მართლა ანუ თავი ყველაზე ნაკლებად ამათვსებოდი და ყველაზე მეტად ეს გამიხარდებოდა ალბათ. იმიტომ რომ ვერ ვარ ამ ყველაფერში ისეთი გაბედული, იმიტომ რომ ჩემი ძირითადი პროფესია მაინც რეჟისორობაა. ძალიან მნიშვნელოვანია ის რომ ქუჩაში ვართ, ჯერა ჩვენი გამარჯვების და ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ერთად დგომა ამ წუთას, ძალიან მნიშვნელოვანია სოლიდარობა. მინდა რომ თეატრის სფეროს გადაგიხადოთ მადლობა ძალიან დიდი იმ ერთობისთვის, რასაც ჩვენ ყოველდღიურად ვაჩვენებთ, ჩვენი სფერო არასდროს არ ყოფილა ასეთი ერთიანი აქამდე და ვარ ძალიან ბედნიერი ამის გამო და გიდასტურებ ძალიან დიდ პატივისცემას ყველას, ძალიან მნიშვნელოვანია ის ურთიერთობები, რომლებიც ყალიბდება ჩვენ შორის, ის პატივისცემა, რომელსაც მოვიპოვებთ ყოველდღიურად ერთმანეთის, იმიტომ რომ ჩვენ ამ წუთას გვაქვს საერთო საზრუნავი და ქრება ყველაფერი, რაც ყოფილა იქამდე. ასე რომ ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ მთელ სფეროს, რაც შეეხება სპექტაკლს. პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა თეატრ ათონელზე. ძალიან დიდი მადლობა ჩემ მოსაყვარლეს მსახიობებს, ანასტასია ჭანტურაიას, ლუკა ჯაფარიძეს, ივიკო ბარათაშვილს, ჩემს ძალიან ძვირფას კომპოზიტორ ერეკლი გეწაძეს, ირაკლი რუსაძეს კოსმებისთვის, ყველას ვინც ამ სპექტაკლზე იმუშავა და ყველას ვინც ნახა ეს სპექტაკლი. დიდი მადლობა.
აი, ესე იყოს და ვიღაცა შევარდნა. ხო, წავიქცევი ეს რა. ესე იგი შემდეგი ნომინაცია გვაქვს მსახიობის ნომინაცია. მსახიობის ნომინაციაზე ისაუბრებს თეატრმცოდნე ანასტასია ჩერნეცოვა და ანა ხაზარაძეს მინდა ვთხოვო. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ხაზარაძეების ოჯახის ფონდს კულტურისთვის, რომელიც უკვე მეორე წელია დგას პრემია თავისუფალის გვერდით და აჯილდოებს მსახიობის ნომინაციას. მოგესალმებით ყველას, ჩემთვის ძალიან დიდი გავახნევო წასო. ჩემთვის ძალიან დიდი პატივია პრემია თავისუფალი საუკეთესო მსახიობების დასახელება, რადგან დღეს მსახიობები მოქალაქეებთან ერთად და სახელოვნებო სფეროს სხვა წარმომადგენლებთან ერთად ბერსერკებით იბრძვიან და თანაც სამწუხაროდ სწორედ თუ საბედნიეროდ სისტემის სწორედ მათი ეშინიათ და ეს კიდევ ერთხელ იმას ცხადყოფს, რომ ჩვენ ყავს კრიმინალური არალეგიტიმური მთავრობა, რომელსაც აქვს მსახიობების შიში. მათ შორის მსახიობების, რადგან დღეს სწორედ შიშიც აქვს. და დღეს სწორედ არაერთი მსახიობი დაიჭირეს და ბევრი კიდევ უამრავი სისტემის ხერხი ყავს და ამიტომაც აქვე მინდა ვთქვა თავისუფლება ანდრო ჭიჭინაძეს და ყველა უკანონო პატიმარს და ახლა უკვე ვისაუბრებ სწორედ ნომინანტებზე და გამარჯვებულებზე. ძალიან რთული იყო ჩვენთვის გამოგვევლინათ საუკეთესო მსახიობი, რადგან ძალიან ბევრი ხართ, მაგრამ მაინც ჩვენ შევაჩერეთ არჩევანი ორ მსახიობზე და არა ერთზე გაიყო ხმები და ეგ ძალიან მნიშვნელოვანი და კარგი პრეცედენტია. და სწორედ ჩვენ არჩევანი შევაჩერეთ იმ მსახიობებზე, რომლებიც ყოველწლიურად თავიანთი ნამუშევრებით ამტკიცებენ იმას, თუ როგორ პროფესიონალები არიან საკუთარი საქმის. მადლობა. მოგესალმებით, ვინც არ მიცნობს, მე ვარ ანა ხაზარაძე, კინოპროდიუსერი და ჩემთვის ძალიან პასუხისმგებლოა და დიდი მადლობა ამ შანსისთვის, რომ მეორე წელია გვაძლევთ შესაძლებლობას, რომ ვიყოთ ამ ნომინაციის მხარდამჭერები. ესე იგი, ორი სიტყვა მინდა ვთქვა მსახიობებზე, მათ დღეს აქვთ ძალიან მნიშვნელოვანი როლი, რადგან ისინი არიან სახეები და იბრძვიან ფრონტის წინა ხაზზე ჩვენი დამოუკიდებლობისთვის, ჩვენი ევროპული მომავლისთვის და ღირებულებებისთვის. ეს ადამიანები არიან ყოველთვის შემოქმედებითი პროცესის და მოვლენების ავანგარდში და დღეს მათი უმეტესობა არის გაფიცული, ამიტომ მათ სჭირდებათ ჩვენი მხარდაჭერა. მე დავეთანხმები დათა თავაძის სიტყვებს, რომ დღეს არავინ არ არის თავისუფალი, ვიდრე ჩვენ გვყავს უკანონოდ დაპატიმრებული ადამიანები ციხეში და ჩემი მხარდაჭერა ანდრო ჭიჭინაძეს და ყველა უკანონოდ დაპატიმრებულ ადამიანს და სოლიდარობა მათ ოჯახის წევრებს. ახლა გამოვავლენ დაიძაბა ნომინაცია წლის საუკეთესო მსახიობი თავისუფალი 2024 გადაეცემა თეატრალურ კომპანია ჰარაკი პათეტიკური მონოლოგები ნატალია გუშევრება ნატალია მეორე
პრემია გადაეცემა საშემსრულებლო ხელოვნების ლაბორატორია ბერსენკები მზიანი მხარე ბექა ისმის? ბექა ხმა მაღლა ბექა. ამის განაშა ჩემი ძია. ძალიან დიდი მადლობა. პრემია თავისუფალს ულოცავ, კიდევ ერთხელ შედგა და ძალიან დიდი მადლობა ამ პრეზიდენტისთვის. ძალიან მნიშვნელოვანია ეს პრემია ჩვენთვის, მით უმეტეს ამ რთულ დროს, როცა ერთმანეთს რაღაცით პატარა მხნეობა უნდა მივცეთ, როგორც ხალბატონმა ლილამ თქვა. და დიდი მადლობა იმისთვის, რომ ამარჩიეთ მე და ჩემი საუკეთესო მეგობარი ნატალია. რა თქმა უნდა, კიდევ ვიტყვი იმას, რომ თავისუფლება ანდრო ჭიჭინაძეს, რა თქმა უნდა, თავისუფლება ვეფხია კასრაძეს და საერთოდ ყველა უკანონოდ დაპატიმრებულ ადამიანებს ძალიან მალე გავიმარჯვებთ, ერთად ვიდგებით და როგორც ბერსერკები ვამბობთ ხოლმე, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ არ დასრულდება ჩვენი მისია, ვიდრე ამ ქვეყნად მონები და ბატონები იარსებებენ. მადლობა. განუსავრიანი ხალხო. დაახლოებით ხო წარმოიდგინე, რომ სადღაც რო გაიმარჯვებ, როგორ შეიძლება ჩაიაროს და შეიძლება მოხდეს. ესე იგი, განუსავრია ეხა ეს ყველაფერი ჩემთვის, რომ პირველი პრემია, წინასწრის პრემიაც ზურაბ ჯვანია სახლში გადმოვცეს და ეხა მეორე პრემია აქ აქციაზე და სასიამოვნო და თან უცნაური და ერთი რამე მინდა ვთქვა, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ეხლა ჩემთვის, რომ თავისუფლება რეჟიმის პატიმრებს, საბა მეფარიშვილიდან დაწყებული, რომელიც უკვე მე-7 თვეა ციხეში ზის და აპირებენ, რომ 6 წელი მიუსაჯონ და დამთავრებული ანდრო ჭიჭინაძით, რომელიც რაღაც სამაგალითოდ დასაჯეს და მადლობა ყველას. და ეხლა დათო გაგულიას გადავცემ სიტყვას, რომელიც წლის საუკეთესო სპექტაკლის შესახებ ისაუბრებს და თუ შეიძლება, ისმის ჩემი ხმა. თუ შეიძლება სამოქალაქო საზოგადოების ფონდიდან ნინო კიკნაველიძე, თუ შეიძლება. მოგვიახლოთ. მადლობა. ესე იგი, ისმის, კი. მე აქ რაღაცები დავწერე და ვფიქრობდი, რომ წამეკითხა, მაგრამ რა ვიცი, საჭიროა თუ არა, არ ვიცი უკვე რა ვთქვა, ძალიან მიხარია რომ დღეს აქ ვარ და ძალიან მიხარია ის რომ იცით აი თავიდან როცა ვიწყებდით ამ საქმეს, როდესაც ვიწყებდით როდესაც ვფიქრობდით რომ აი რა დროს თეატრალური პრემიაა და რა დროს სპექტაკლებზე სიარულია რა ხდება ქვეყანაში, მაგრამ თანდათან მე ძალიან მიხარია ის რომ თეატრმა, კონკრეტულად თეატრმა და განსაკუთრებით მსახიობებმა და რავი ყველამ იმ ნაწილმა ქართული თეატრის რაძნელი ყოფილა პროჟექტორებში დგომა, მაგიტო არ ვარ მე მსახიობი. მართლა ძალიან ძნელია და ვერ ორიენტირდები რას ვაპარაკობ უკაცრავად. ხო, თეატრმა დაამტკიცა ის რომ მნიშვნელოვანია და თეატრი გახდა ლამის მთავარი მოქმედი პირი ამ ყველაფრისა, რაც დღეს ჩვენს ქვეყანაში ხდება. უბრალოდ იმ ყველაფრის წინააღმდეგობაში, რაც დღეს ჩვენს ქვეყანაში ხდება, ხო? ამიტომ ძალიან ბედნიერება და ამიტომ სინდისი არ მქენჯნის, რომ რაღაცა ელიტისტური მაიმუნობით ვარ დაკავებული და ამ კარგ სპექტაკლებზე ორ სიტყვას გეტყვით, რომლებიც ჩვენ ვნახეთ და ბევრი ვნახეთ კარგი, მაგრამ შევსყუდეს მტარვალებმა და მხოლოდ 5-იო და ანუ აუქნათ ეხლა და ავარჩიოთ 5 ჩვენც. ჩვენ ვართ მტარვალები. დღევანდელი ხო, ესე იგი ორი სიტყვით პათეტიკური მონოლოგები
აი ისეთი კაი რაღაცა თქვენ ჩემზე რომ ორი და უნებლიეთ ესე ამოვნა დღეს ხო პათეტიკური მონოლოგები სპექტაკლი რომელიც რაღაცნაირი უკიდურესი გროტესკის ფორმას ირჩევს ყველაფერი იმის გასაკრიტიკებლად და დასაცინად რადგან იქცა თეატრალური ხელოვნება თანამედროვე საზოგადოებაში რისი ცვლილების მომსწრეთ ჩვენ ახლა პირდაპირ გაგებით ქუჩაში ვართ საბედნიეროდ როგორც იქნა და დასცინის იმ რაღაც უაზრო კლიშეების გროვას და რაღაც ეგრეთ წოდებულ ხელოვნების ტაძარს და ფარისევლობას ასე ვთქვათ და ისეთ თეატრს რომელსაც ამასობაში ამ ფარისევლობაში ხელიდან ეცლება მთავარი სიცოცხლე ხო ძალიან ნათელი ცოცხალი სპექტაკლი ამ თვალსაზრისით ბერსერკები ორი მზიანი მხარე სადაც 80-იანი და 90-იანი წლების ტექსტებთან გადაძახილით სპექტაკლის შემქმნელები გვთავაზობენ სრულიად უნიკალურ გამოცდილებას და ჩემთვის პირადად ეს იყო აღმართოვანებელი სანახაობა, როდესაც თეატრი როგორც ხელოვნების დარგის, თეატრის თვითონ როგორც ხელოვნების დარგის ყველაზე მწვავე კრიტიკა თვითონ თეატრის სცენიდან ისმოდა და აქვე არის რაც თავარია მარტო კრიტიკა არ არის საქმე, აქვე იყო გამოსავალიც და დიახ ეს გამოსავალი არის იმაში რომ თეატრი უნდა იყოს პოლიტიკური და თეატრი უნდა იყოს რევოლუციური. დარბაზიდან გასულ მაყურებელს უნდა მოუწოდოს რევოლუცია. პოლიტიკურების სრულიად სხვა გზას ირჩევენ ნინო ჩემი აფროდიტეს შემქმნელები, ქალი ავტორშემსრულებლები, აკრძალული სიყვარულის, აკრძალული ჭღანებში რასაკვირველია, სიყვარულის ანატომიას ვთავაზობენ და წესით ქართული უკვე საქართველოში სამწუხაროდ უკვე მოქმედი სრულებით აბსურდული კანონმდებლობით რომელსაც რატომღაც არავინ პრობლემად არ მიიჩნევს რომ ვითომ ოჯახების წმინდეს ვიცავენ აქ და რატომღაც ყველა უყურებს და არ ცდილობს ამაზე ლაპარაკს ამ კონტექსტში ეს სპექტაკლი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო და ამას გარდა თქვა ეს კონვენციურ ფორმასთან ესეთი გამბედავი დაბრუნება მე ვიტყოდი იმ გარემოში, როდესაც თქვა კონვენციურობა თითქოს ნაკლებად ითვლება თეატრისთვის, როცა დიალოგები ასეთი სხარტი და ზუსტია და სამსახიობო დუეტი არის სრულებით არაჩვეულებრივი, ისეთ ფსიქოლოგიურ ნიუანსებს ეხება, რომ მაყურებელს დარბაზში გული უჩქარდება, შეიძლება ითქვას და კიდევ ერთხელ გვახსენებს თავარს თანაგანც და არსად არ წასულა და ისეთივე აუცილებელი ადამიანური თვისება, როგორც ყოველთვის იყო. და კიდევ მარტივ ჭეშმარიტებას, რომელიც პოლიტიკურმა ჩვენმა მახინჯმა რეალობამ, ჩვენმა მახინჯმა პოლიტიკურმა რეჟიმმა მთავარ საფრთხობელად აქცია და რომლითაც ხალხს აშინებენ, ძალიან მარტივი რამე. ეს სპექტაკლი გვახსენებს იმას, რომ სიყვარულია. და მალე მორჩები სიყვარული და ინფორმაცია ის ამ ინტიმურ გარემოს შეიძლება ითქვას კიდევ უფრო ავიწროვებს, სადაც უმცირეს სცენაზე დატყვევებული სამი მსახიობი უამრავი არაჩვეულებრივი სცენოგრაფიით, რომელიც უკვე აღნიშნული იქნა, უამრავი ადამიანის ცხოვრების ნაგლეჯს გაითამაშებს, აქ არ არის ესეთი თავი და ბოლო, არ არის კლასიკური განვითარება ან თმა, და ეს ფრაგმენტირებულობა, აჩქარებული რეალობა, რომელსაც ასე ოსტატურად ქმნის დიდი ინგლისელი დრამატურგი კერილ ჩერჩილი ქართულ სცენაზე ძალიან ორგანულად გამოიყურება და რაც თავარია ძალიან დროულად გამოიყურება. ეს არის შემაწუხებელი და განგაშის მომგვრელი სანახაობა, სწორედ ისეთი, როგორშიც ცხოვრობთ და საიდან თავის დაღწევაც შეუძლებლად გვეჩვენება. და ბოლოს მეხუთე ნომინანტი არის 1921-1924 საადა და გამჭვირვალე ფორმებით კიდევ ერთხელ მოყოლილი ისტორია, რომელიც წესით არ უნდა ქონოდა დავიწყებული, როგორ გაიდგა საქართველოში ფესვების საბჭოთა ტერორმა და რამდენი უდანაშაულო სიცოცხლე გაანადგურა მახინჯმა პოლიტიკურმა სისტემამ და მასთან ერთად როგორ გამოაცალა საქართველოს დამოუკიდებლობას, ქართულ სახელმწიფოებრიობის ჯერ კიდევ თქვა ემბრიონის სტადიაში მყოფ ქართულ დამოუკიდებლობას ყოველგვარი განვითარების შესაძლებლობა. მოკლედ და ისევ ჩაგვამწყდია იქ, საიდანაც ვითომ მქონდა ილუზია, რომ თავს დავახწევდით, ეს იყო რუსული კოლონიალიზმი. ასე რომ ასეთი ჭრელი სურათია და არჩევანის გაკეთება არ იყო ძნელი, მაგრამ აი ახლა თავარ ამბავს დაუთმობ ნინოს კიკნაველიძეს, რომ გამოგვიცხადოს, ვინ გაიმარჯვა ჟიურის გადაწყვეტილება. ისწავლებით ჩვენთვის დიდი პატივია ჩვენი ფონდისთვის, სამოქალაქო საზოგადოების ფონდისთვის, ჩვენი ფონდისთვის დიდი პატივია პრემია თავისუფალის მხარდაჭერა. ჩვენი ფონდი ყოველთვის იდგა თავისუფალი ადამიანების, მეცნიერებისა თუ ხელოვანების გვერდით და ბოლო დღეებში ამ გამზირზე ზუსტად კულტურის სფეროს წარმომადგენლება გვიჩვენეს
შესაშველი გამბედაობა, რომლებიც ფარად ედგნენ ქართულ ხალხს, რომელთა პროტესტმაც საქართველოს თავისუფლება უნდა მოუტანოს. ჩვენ მიგვაჩნია, რომ სამოქალაქო საზოგადოება დღეს არის თავისუფალი საქართველოში და იქნება თავისუფალი. ეხლა გამოვაცხადებ გამარჯვებულს კულმინაცია. ის საუკეთესო. აი მე გადაიდო არ იქნება ესეა გენაცვალე ნომინაცია წლის საუკეთესო სპექტაკლი თავისუფალი 2024 გადაეცემა თეატრი ათონელზე ნინო ჩემი აფრო რა კარგია რომ ამდენი ხართ თიკა საულკვაძე თეატრი ათონელზე იასო ხიტაშვილი ამ სპექტაკლის არაჩვეულებრივი მსახიობი და თანაავტორი და თამრიო ხიტიანი ასევე ამ სპექტაკლის თანაავტორი სცენოგრაფი დიდი მადლობა თქვენ ყველას ესე ხო? ძალიან დიდი მადლობა დაფასებისთვის, შემჩნევისთვის. ორმაგად, სამაგად სასიხარულოა, იმიტომ რომ არის მის ძალიან უცნაურად გადაწყდა ამ სპექტაკლის ბედი, მოწყენილები, შევხვდით მე და თაკი ერთმანეთს, რამე ხომ არ გაქვს ხო დაწერილი, კიო და აი ესე დაიწყო ყველაფერი და ეს ადამიანები არიან მოწმე, რომ ძალიან მშვიდად, წყდარად მიდიოდა ეს პროცესი, მესამე თვალი არ ხოლია. თაკის მიდან აქედან მიულოთ უთხარ ძალიან უკეთესოა თავისი მებრძოლი სული და მე მყავს მისი სახით საუკეთესო პარტნიორი და საუკეთესო მეგობარი. შენ დიდი მადლობა გვერდში დგომისთვის, კარი რომ გაგვიღე. ძალიან დიდი მადლობა საოცარი სცენოგრაფისთვის და კოსტიუმებისთვის და დათო ხორბალაძეს მინდა აქ არის და რატო არ მოვიდა არ ვიცი. ჩვენი კომპოზიტორი კი მუსიკალური გაფორმებელი, მოდი შემოსაყარებო. ძალიან დიდი მადლობა უღრმესი. ეხლა უკვე მივძვით იმისთვის, რომ ეს სპექტაკლი იყოს რეპერტუარში და არ დავემორჩილოთ ცენზურას. დავარქვათ ამას ისიც არის, ეს არის ცენზურა, მეტი არაფერი. რადგან თაკი აქ არ არის, თაკი მიყვარხარ, თაკი ახლა არის ემიგრაციაში. იყო ჩამოსული სპეციალურად იმისთვის, ერთი კვირის წინ, რომ ყოფილიყო აქციებზე. და მე მგონია, რომ შემიძლია თქვა ის, რაც თაკი იტყო და აქ რო ყოფილიყო. პირველ რიგში სოლიდარობა სტუდენტებს, ვინც ახლა არის თეატრალური უნივერსიტეტის შიგნით და პროტესტებს და ითხოვს რექტორთან შეხვედრას და სოლიდარობის გამოცხადებას ამ ყველაფერთან დაკავშირებით რაც ხდება. ჩვენი სფეროს ორი წარმომადგენლები, ანდრო ჭიჭინაძე და ვეფხია კაცხაძე არიან დაპატიმრებულები და დღეს ვეფხია კაცხაძემ გამოაცხადა შიმშილობა და ჩვენ აუცილებლად ერთმანეთს უნდა დავუდგეთ გვერდში, არ მხოლოდ დაჯილდოებებზე და არ მხოლოდ აქ უნდა გავამხნევოთ ერთმანეთი, არამედ უფრო რთულ ადგილას და უფრო რთულ დროს და მე მგონია, რომ უფრო მეტი ადამიანი გაერთიანდება ამ იდეის ქვეშ და რაღაცნაირად უნდა უშუალოდ ჩვენ მეგობრებს და ასევე არა მხოლოდ მსახიობები და ამ სფეროს წარმომადგენლები არიან დაჭერილები, არამედ უამრავი ადამიანია, რომელსაც სჭირდება ჩვენი დახმარება და ჩვენ უნდა ვიყოთ ერთმანეთის სოლიდარული, იმიტომ რომ ჩვენი მთავრობა იძახის, რომ ვინც დღეს გარეთ დგას, იქ ხალხი არ არისო, ანუ არ გვიმჩნევს და ამბობს, რომ ჩვენ არ ვარსებობთ, ამიტომ ჩვენ უფრო უნდა ვიყოთ მხნეთ და უფრო უნდა რაღაცნაირად ერთმანეთს გვერდში დავუდგეთ. მადლობა ამ ჯილდოსთვის, მადლობა თიკა შენ, თეატრ ათონელს, ია და თომანას, თაკი მიყვარხარ. გადავრჩებით და გაიფიცეთ. ეხლა
სიტყვა აქვს ჩვენთვის სათქმელი და გადავცემ პირდაპირ მათ ეხლა პირველ რიგში გილოცავთ გამარჯვებულებს. პირველ რიგში გილოცავთ გამარჯვებულებს და რაც თავარი, ჩვენ გვინდა სიტყვის თქმა სტუდენტებს, რომელთა სიტყვა მნიშვნელოვანია ისმოდეს მკაფიოდ. ჩვენ ვართ თეატრალური უნივერსიტეტის გაფიცული სტუდენტები და დღეს აი აქ თქვენს უკან ვიკავებთ უნივერსიტეტის შესასვლელს იმ მიზეზით, რომ ითქვას ერთი და მთავარი სიტყვა მოცემულ სიტუაციაში. სოლიდარობა ანდრო ჭიჭინაძეს, თათა თავდიშვილს, გიორგი ბახუტაშვილს, გიორგი მახარაძეს, ირაკლი სირბილაშვილს, გიორგი ნაკაშიძეს, ავთო დიასამიძეს და ყველა დარბევის დროს გაზარალებულ და უკანონოდ დაბატიმრებულ. იმედს ვიტოვებთ, ხვალ ეს სიტყვა ოფიციალურად უნივერსიტეტის სახელით დაფიქსირდება. მადლობა. მეგობრებო, უბრალოდ ერთი განცხადების გაკეთება მინდა, ვისაც ხელი არ მოგიწერიათ სისტემის მიერ დაბატიმრებული ადამიანების გათავისუფლების თაობათა ბანკი იდეას ქვემოთ შიგნით დაცვასთან და მოაწერეთ ხელი. თუ თქვა ცხადე გაქვთ სურვილი. მოაწერეთ ხელი. დიდი მადლობა, დიდი მადლობა. მადლობა. მიუახლოვდა ჩვენი შეკრება. თუ ვინმეს გაქვთ სურვილი რაიმე თქვათ, მოგძანდით. მადლობა. მადლობა. ძალიან დიდი მადლობა. მადლობა არტისტებს, თეატრებს, მათ ხარდამჭერებს, გულშემატკივრებს. ყველას უღრესი მადლობა და გემშვიდობებით იმედია მომავალ მოახლოებას.